საქმე, რომელიც გამომძიებელმა რეპორტიორმა კვლევისთვის აირჩია, საინტერესოა იმით, რომ აშკარად ცხადყოფს ქართული მართლმსაჯულების სერიოზულ ხარვეზებს. სასჯელის უმაღლესი ზომა, უვადო პატიმრობა გამოტანილია მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებაზე დაყრდნობით. ჩვენებაზე, რომელიც თავის მხრივ ძიების პროცესში არაერთხელ არის შეცვლილი. განაჩენი გამოტანილია 2006 წლის 18 დეკემბერს, როდესაც სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ტოტალურ ზეწოლას განიცდიდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ დეპარტამენტში, რომელსაც ძველი სამართალწარმოების საქმეები უნდა გადაესინჯა, სხვა მრავალ საქმესთან ერთად ეს საქმეც შევიდა. სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ხელისუფლების მიმართ დიდი მოლოდინი გაჩნდა, რომ საქმე უდავოდ გადაიხედებოდა ძიებაში არსებული სერიოზული წინააღმდეგობების გამო, მაგრამ საქმე არ გადაიხედა. სჯავრდებული უკვე 19 წელია იხდის სასჯელს. დღემდე არ ცნობს თავს დამნაშავედ. დანაშაულის აუღიარებლობის გამო არ ეხება კანონით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის შეწყალება. ამ წლების განმავლობაში კი ნამდვილი დამნაშავე შესაძლებელია თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას. 2004 წლის 22 ნოემბერს კოჯორში სამხედრო შენაერთის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის ცხედრები აღმოაჩინეს. რამდენიმე დღით ადრე, 17 ნოემბერს, თბილისის პოლიციის ვაკე საბურთალოს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ოჯახები ეძებდნენ ორ ახალგაზრდას, რომლებიც 15 ნოემბერს სახლიდან გავიდნენ და გაუჩინარდნენ. კოჯრის ტყეში ცხედრების აღმოჩენის ადგილას იდგა მიტოვებული მანქანაც. მანქანაში იპოვეს ტელეფონის ამონაწერები, რომელიც თბილისის სატელეფონო ქსელის ერთ-ერთ აბონენტს ეკუთვნოდა. აღნიშნულ ნომერზე გადარეკვისას სწორედ იმ ოჯახში გაისმა ზარი კოჯრის ტყიდან, რომელიც დაკარგულ ქალიშვილს, რუსუდან ფირცხალავას ეძებდა. ტყეში აღმოჩენილი მეორე გარდაცვლილი რუსუდანთან ერთად დაკარგული თემურ ბეჟუაშვილი იყო. რუსუდან ფირცხალავა მომხდარის დროს მხოლოდ 24 წლის იყო, თემურ ბეჟუაშვილი კი მხოლოდ 19-ის. მომხდარ ტრაგედიაზე 2004 წლის 22 ნოემბერს ქალაქ რუსთავის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საქმის აღძვრიდან 6 თვის შემდეგ მკვლელობაში ბრალი წაუყენეს კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეორე ასეულის უმცროს სერჟანტს 23 წლის ნიაზ ჩხვიმიანს. მკვლელობის დროდ 2004 წლის 15 ნოემბერი დადგინდა. მოტივად მკვლელობა ანგარების მიზნით. სასამართლომ 2006 წლის 18 დეკემბერს ბრალი დაადასტურა და ჩხვიმიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი სასამართლოს ყველა ინსტანციამ ძალაში დატოვა. მაშინ სასამართლოს ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი გამოძიების ხარვეზებზე რეაგირებისთვის მცირე მექანიზმები, რომელიც 2006 წელს საბოლოოდ დაკარგა. კერძოდ, მაშინ უზენაეს სასამართლოს ჯერ კიდევ შეეძლო საქმის სააპელაციოში დაბრუნება, ხოლო მოსამართლის ჩართულობა სასამართლო დაკითხვებისას ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. თუმცა კოჯრის ტრაგედიის საქმეში არაფერი შეცვლილა. როგორ გამოიყურება საქმეში განაჩენის გამამყარებელი ფაქტები, მტკიცებულებები, არგუმენტები. მკვლელობის მოტივი. გამოძიების მასალების მიხედვით მკვლელობაში ბრალდებული ნიაზ ჩხვიმიანი გარდაცვლილებს არ იცნობდა. მას რა მოტივით უნდა მოეკლა ისინი? გამოძიება მკვლელობის მოტივად ანგარება დაადგინა. ეს კი იმ ერთადერთი ჩვენების საფუძველზე გადაწყვიტა, რომელიც მოწმემ რამდენჯერმე შეცვალა. მკვლელობის მოტივი მოწმის მიერ მიცემული ჩვენებების ერთ-ერთ ვარიანტში ასია ფორმულირებული. სერჟანტი ჩხვიმიანი მევალეს ელოდებოდა, რომლისთვისაც $500 უნდა დაებრუნებინა. ამ თანხის შოვნის მიზნით მან ასეთი გზა გამონახა. ჯერ ზაფხულის სეზონის შემდეგ გამოკეტილი და დაცვის სამსახურის კონტროლზე აყვანილი აგარაკის გაძარცვა სცადა, რაც წარუმატებლად დამთავრდა. ამის შემდეგ კი ტყეში გავიდა იმ იმედით, რომ იქნებ ნოემბრის ცივ საღამოს, თანაც დაღამებისას, ვინმეს გადასწყდომოდა, ვისაც $100 ედებოდა ჯიბეში ტყეში სეირნობისას. ამ ჩვენების მიხედვით, სწორედ ასე გადააწყდა ჩხვიმიანი სამხედრო ნაწილთან ახლოს ტყეში გაჩერებულ მანქანას, რომელშიც მისთვის უცნობი ახალგაზრდები ისხდნენ. მანქანისკენ წავედით. წინა მარცხენა კარებიდან გადმოვიდა ბიჭი. ამ დროს გავიგონე გასროლის ხმაც. წინა მარჯვენა სავარძელზე იჯდა ვიღაც გოგო. ატეხა კივილი და გადახტა მანქანიდან. გავიგონე სროლის ხმა. მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ჩხვიმიანმა ორივე ადგილზე დახოცა. ძარცვის მიზნით დახოცილი ახალგაზრდები მიატოვა და არათუ მხოლოდ ძვირფასი ნივთები, სვოჩის საათი და სამკაულები არ მოხსნა, არამედ არც ფული უძებნია და არც მანქანა გაუტაცებია. ამის მიუხედავად სასამართლო მკვლელობის მოტივად ანგარება ისე მიიღო, რომ მის ლოგიკურობაში ეჭვი არ შეუტანია და კითხვები არ გასჩენია.
მით უფრო, რომ ძიებას არც მევალის ვინაობა ჰქონდა დადგენილი. მის მოსაძიებლად ჩასატარებელ ღონისძიებებზეც კი არ უზრუნია. უპასუხოდ დატოვა სასამართლო მკითხვაც. თუ ვალის გასტუმრების აუცილებლობა ადამიანი ისეთი უკიდურესი ქმედების ჩანელამდე მიიყვანა, როგორიც უცნობი ახალგაზრდების დახოცვაა, რატომ არ წაიღო დანაშაულის ადგილიდან ძვირფასი ნივთები? ამ კითხვაზე პასუხი არც პროკურატურას და არც სასამართლოს არ გაუციათ. ძალიანობაში ჩხიმიანის განაჩენი ემყარება ერთადერთ მტკიცებულებას. ეს არის ზაკუტოვის მრავალგზის შეცვლილი ჩვენება. მეტი მტკიცებულება სრული პასუხისმგებლობა არ არის. როგორ შეიძლება ანგარება, როდესაც მას ვოჩის საათი ხელზე რჩება, მთელი ნივთები ხელზე, $500, რა $500, 900 ხელფასი ჰქონდა ამის. მთავარი მოწმე. ვინ არის მთავარი მოწმე, რომლის ჩვენებას დაეყრდნო ჯერ პროკურატურა და შემდეგ სასამართლო უვადო განაჩენის გამოტანისას? ძიების მთავარი მოწმე ალექსანდრე ზაკუტოვია, რომელიც იმ დროს 18 წლის იყო და კოჯორში იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მსჯავრდებულ ჩხიმიანის ჩვენების თანახმად, ის ზაკუტოვს არ იცნობდა და მასთან არავითარი სამსახურებრივი გადაკვეთა არ ჰქონდა. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ზაკუტოვი, რომელიც ჩვენებაში ყვება, რომ თითქოს ჩხიმიანი მას სამხედრო ნაწილიდან კოჯორში სასმელებისა და სიგარეტის საყიდლად აგზავნიდა ხოლმე. როგორც გამოვარკვიეთ, კოჯრის სამხედრო ნაწილში, რომლის სიახლოვესაც მოხდა მკვლელობა, 2 ბატალიონი იყო დისლოცირებული. სპეცდანიშნულების ბატალიონი, რომელშიც იმ დროს ირიცხებოდა ნიას ჩხიმიანი და უზრუნველყოფის ბატალიონი, რომელშიც ალექსანდრე ზაკუტოვი რიგით ჯარისკაცად მსახურობდა. ეს ბატალიონები სამხედრო პირთა ჩვენებების მიხედვით ერთმანეთისგან დაახლოებით 9 კილომეტრით არის დაშორებული და ერთმანეთთან არც სუბორდინაციული კავშირი არ ჰქონდათ. ანუ სპეცდანიშნულების ბატალიონის იმ ჯგუფს, რომელშიც ნიას ჩხიმიანი ირიცხებოდა, პრაქტიკულად შეხება არ ჰქონდა უზრუნველყოფის ბატალიონის პირადი შემადგენლობასთან, სადაც მსახურობდა ზაკუტოვი. სამხედრო პირთა თქმით, რომლებიც მაშინ კოჯორში მსახურობდნენ, ამ 2 ბატალიონის წევრები მხოლოდ მაშინ ხედავდნენ ერთმანეთს, როდესაც სპეცდანიშნულების ბატალიონის ჯარისკაცები საგუშაგოს ჩაუვლიდნენ, სადაც გუშაგებად წვევამდელები იდგნენ. 2004 წლის 9 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით სპეცდანიშნულების ბატალიონის ის ჯგუფი, რომელშიც ჩხიმიანი ირიცხებოდა, კარანტინს გადიოდა სპეცდანიშნულების სკოლაში ჩასარიცხად. კარანტინის დროს გამოვლენილი შესაძლებლობების მიხედვით ჯგუფის წევრები ჩაირიცხებოდნენ ან ვერ ჩაირიცხებოდნენ სპეცდანიშნულების სკოლაში. უმეტესობას და მათ შორის ჩხიმიანს ნატოს წვრთნის პროგრამა ჰქონდა გავლილი და როგორც დღესაც ყვებიან, კოჯორში მათი მთავარი მიზანი იყო უმკაცრესი წვრთნებისა და კარანტინის წარმატებით გავლა სპეცდანიშნულების კურსზე ჩასარიცხად. ეს 10 დღის განმავლობაში მოკლედ მე და ნიაზი ხო აი და დანარჩენი კურსანტები სულ ვიყავით ერთად, ანუ სწავლება, ეს მეცადინეობა, პრაქტიკული მე რასაც თეორიულად ვისწავლით, პრაქტიკული მე ვარ ფიზიკური მომზადება, ეს საკვების საღამოს კიდე გამეორება. იმდენად დატვირთულია ეს კარანტინი, რომ ვინც ამ შეძლებს, რომ ამ კარანტინს რომ გაივლის, მე გადადის სპეცდანიშნულების კურსზე. მეწყვილეები სულ ერთად არიან. ანუ თუ თქვათ ბოდიში და საპირფარეშოში გავიდა, მეუბნება რომ მე საპირფარეში შოვალ რამდენი ხანი ჭირდება, თქვათ მოდის ჩვეულებრივ ვიცით უკვე ერთმანეთის ყველაფერი. ძილის დროს ერთ ოთახში გძინავს, ამ კარანტინში სადაც ვართ, ფანჯარას აქ გისოსები. არ არსებობს 1% იმის, რომ ვინმე გაიპაროს აი ამ კარანტინის დროს. აი 1 საათი კი არა, აი თუნდაც 5 წუთიც რომ ბაზის ტერიტორია დატოვოს, ეს არის გამორიცხული. დილის ადგომიდან საღამოს დაწოლამდე და დაწოლის პერიოდშიდაც კი კონტროლი ხდება, რომ გარეთ არავინ გავიდეს, იქ თვითონ ყაზარმაში იყო სველი წერტილების მოწყობილი, გარდა სასადილო ღამე არც იყო. გამოძიების მასალებიდან ჩანს, რომ მთავარი მოწმე ზაკუტოვი ჯარში გაწვევამდე 5 თვით ადრე 2004 წლის იანვარში გასამართლებული იყო დუშეთის რაიონული სასამართლოს მიერ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება გადაზიდვა გასაღებისთვის. სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით და მისჯილი ჰქონდა პირობითი მსჯავრი 3 წლით. უცნაურია, რომ მისჯიდან 5 თვის შემდეგ იარაღის გამო მსჯავრის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, სადაც ყოველდღიური შეხება უნდა ჰქონოდა იარაღთან. თავად ალექსანდრეს დედის თქმით, რასაც გამოძიების მასალებიც ადასტურებს, აუხსნელია კიდევ ერთი ფაქტი. ზაკუტოვი სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ვადის გასვლამდე გაათავისუფლეს. თუმცა, რა მიზეზით ეს ძიების საქმეში არ ჩანს.
მაშინდელი კანონმდებლობით გათვალისწინებული წელიწადნახევრის ნაცვლად ზაკუტოვმა რატომღაც სამხედრო სამსახურში სრულად 1 წელიც არ გაატარა. გამოძიებას ყურადღება არც ამაზე გაუმახვილებია. ყველა ეს დეტალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმიტომ, რომ სწორედ ასეთ საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებული პირის ჩვენებაზეა დამყარებული სასჯელის უმაღლესი ზომის მისჯა. წაიყვანა ჯარში, მაგას არც ეკუთვნოდა, არ იყო იმისი, მაგრამ მე მგონი სხვის მაგივრად თუ რა მოხდა, ესეც ვერ გავიგე. მალე გამოუშვეს. მაგას წელიწადნახევარი ქონდა, მე მგონი ჯარი და წელიწადს არ შეუსრულებია. მერე გამოუშვეს იქიდან. რაც მთავარია, ალექსანდრე ზაკუტოვს კოჯორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 4 ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული. ამ ჩვენებებს შორის მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ პირველ სამჩვენებაში დასახელებული მკვლელობის დრო 5 დღით განსხვავდება მეოთხე ჩვენებაში დასახელებული დროისგან. პირველი ჩვენებიდან ბოლო ჩვენებამდე. პირველი ჩვენება. იქნებოდა დაახლოებით 2004 წლის 19 ან 20 ნოემბერი, 17-18 საათი, როცა მე და ჩემი ამხანაგები ვიმყოფებოდით სამხედრო ბატალიონის საკლასო ოთახში. ოფიცერმა ჩხვიმიანმა შემოგზავნა მედღევე ჯარისკაცი, რომელმაც მითხრა, რომ ჩხვიმიანი გეძახისო. გამიყვანა კურილკაში, სადაც მითხრა, რომ ვარჯიშის დროს, სადაც სირბილზე დადიხართ, გზიდან მარცხენა მხარეს ტყეში ჩასასვლელია და იქ გაჩერებული არის მწვანე ფერის მანქანა, სადაც მეგობრებთან ერთად ვქეიფობდი და ბარდაჩოკში არის მობილური ტელეფონის აპარატი, რომელიც იქ დამრჩაო. თხოვა ჩავსულიყავი ტელეფონის ამოსატანად, რაზედაც დავთანხმდი, რადგან დამპირდა, რომ ყოველდღე გამიშვებდა სახლში. წავედი მითითებულ ადგილზე, ვნახე მწვანე ფერის ავტომანქანა. ხესთან ახალგაზრდა ქალის გვამი, მანქანის წინ ახალგაზრდა კაცის გვამი. ამის შემდეგ ზაკუტოვი ყვება, როგორ ამოიღო ეგრეთ წოდებული ბარდაჩოკიდან სონის ფირმის ტელეფონი, აუტანა ჩხვიმიანს და ჰკითხა გვამების შესახებ. ჩხვიმიანმა უთხრა, ეგ ვიცი და არსად წამოხსდეს, თორემ მოკლავო. 23 საათზე ჩხვიმიანმა ისევ დააძახებინა მედღევეს და წაიყვანა გვამების გადასაყრელად. ბოლო ჩვენება. ალექსანდრე ზაკუტოვის ბოლო ჩვენებას, რომლის მიცემა თავად მოითხოვა, წინ უძღოდა ოჯახის მიერ ახალი ადვოკატის აყვანა. ამ ჩვენებაში მთავარმა მოწმემ ყველაფერი შეცვალა და მოულოდნელად განაცხადა, რომ ჩხვიმიანმა მკვლელობა მის თვალწინ ჩაიდინა და თანაც არა 19, არამედ 15 ნოემბერს. მისი თქმით ყველაფერი ასე მოხდა. ჩხვიმიანმა, რომელსაც ზაკუტოვი ოფიცრად მოიხსენიებს, სინამდვილეში კი ის მხოლოდ უმცროსი სერჟანტია, გაანდო, რომ მევალისთვის სასწრაფოდ ჰქონდა მისაცემი $500, რომელიც იმავე დღეს უნდა ეშოვა და ამაში მასვე სთხოვა დახმარება. საგუშაგოზე მდგომს მიაკითხა და სთხოვა გაჰყოლოდა კოჯორში უკვე წინასწარ შერჩეული ერთ-ერთი აგარაკის გასაძარცვად. ამის შემდეგ ზაკუტოვი ჩვენებაში აღწერს ყაჩაღობის ეპიზოდს, რომელშიც არაერთი წინააღმდეგობა და აუხსნელი დეტალია. მაგალითად, ზაკუტოვი ყვება, რომ აგარაკზე შეღწევის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჩაირთო სიგნალიზაცია, მათ გაქცევა არც უფიქრიათ და სახლის ჩხრეკა განაგრძეს. ადგილზე მისულ დაცვის პოლიციას ავტომატით და ხელყუმბარით ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრეს პოლიციელი. ამის შემდეგ კოჯორში დამხმარე ძალის ამოსვლის მიუხედავად, შემთხვევის ადგილიდან შორს წასვლა არც უფიქრიათ. იქვე მდებარე კოტეჯში შევიდნენ და კონსერვებით ივახშმეს. შემდეგ გამოვიდნენ და იქვე შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში, სადაც უამრავი სამართალდამცავი ტრიალებდა, სავაჭრო ფარდულის პატრონს მაღაზია გააღებინეს. ძეხვი, პური და სიგარეტი იყიდეს, რის შემდეგაც ტყეში შევიდნენ და მთელი ღამე, მომდევნო დღის საღამოს 6 საათამდე ტყეში იარეს იმ იმედით, რომ აქ გადაეყრებოდნენ ვინმეს, ვისაც ფულს გამოსძალავდნენ. დაახლოებით 6 საათზე გადააწყდნენ კიდეც მწვანე გოლფს, საიდანაც ჯერ მამაკაცი გადმოვიდა და ჩხვიმიანისკენ გაემართა, რომელმაც ის ავტომატიდან გასროლით მოკლა. ამის შემდეგ მანქანიდან ყვირილით გადმოიჭრა ქალი, რომელსაც ჩხვიმიანმა ისევ ავტომატიდან ესროლა. შემდეგ ცხედრები ხევამდე მიიტანეს და გადაყარეს. რატომ შეცვალა ზაკუტოვმა ჩვენება 3 თვის შემდეგ? ალექსანდრეს ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავიდან ეშინოდა სიმართლის თქმის, მკვლელობის თანამონაწილეობა რომ არ დაბრალებოდა. ამიტომ სიმართლე ბოლოს თქვა. ჯერ ისიც ვკითხე ამ არეულ-დარეულ ჩვენებებს, რატომ იძლევი განსხვავებულ ჩვენებებს მეთქი და მითხრა ზუსტად, რომ მე რო არ დამბრალდესო, იმიტომ მეშინიაო და ვერ ყვებიო ყველაფერსო. მაგრამ როდესაც უკვე ჩემგან კონსულტაცია მიიღო,
და მე მივხვდი, რომ ის მკვლელობაშიც თანამონაწილე არ გამოდიოდა, ვუთხარი, რომ თუ გინდა რომ შენ მკვლელობაში თანამონაწილე არ დაგერქვას, აბსოლუტურად ყველაფერი სიმართლე უნდა მოყვე, აბსოლუტურად უნდა ითანამშრომლო გულწრფელად გამოძიებასთან. დღემდე გაურკვეველია, რის საფუძველზე არ გაიყვანეს მკვლელობის თანამონაწილედ ზაკუტოვი, როდესაც მის თანამონაწილეობას მკვლელობის ეპიზოდში, თუ კი ის საერთოდაც დამაჯერებლად შეიძლება ჩაითვალოს, არაფერი გამორიცხავს თავად მისი მონათხრობის გარდა. იმაზე კი რატომ შეცვალა ზაკუტოვმა ჩვენება ასე რადიკალურად და მთავარი, რატომ შეცვალა დანაშაულის ჩადენის დრო, ასეთი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. საქმე ის არის, რომ 15 ნოემბერს კოჯორში ნამდვილად მოხდა ძარცვა. ზაკუტოვმა თავის ბოლო ჩვენებაში ამ ძარცვის ჩამდენადაც ჩხვიმიანი დაასახელა. თუმცა ამ დანაშაულში ჩხვიმიანის მონაწილეობაც როგორც მკვლელობის ბრალდება, ისევ და ისევ მხოლოდ მის ჩვენებაზეა დამყარებული. სწორედ 15 ნოემბერს გაუჩინარდა ორი ახალგაზრდაც, რომლებიც კოჯრის ტყეში მოკლულები იპოვეს. ძარცვისა და კოჯრის ტყეში მომხდარი მკვლელობის დროს გამოყენებული იარაღის იდენტურობა ექსპერტიზით დადგინდა. იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობის დროს ზაკუტოვი არ შეცვლიდა და 19 ნოემბერს დატოვებდა, მაშინ არ გამოირიცხებოდა, რომ 15-დან 19 ნოემბრამდე, ყაჩაღობიდან მკვლელობამდე, გასული 5 დღის განმავლობაში ამ იარაღის გამოყენება ჩხვიმიანის გარდა ნებისმიერ სხვა ადამიანს შეეძლო. მით უფრო რომ როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ეს იარაღი ამ დღეებში ბაზაში დაბრუნდა და იქ უკონტროლოდ ინახებოდა, რაც ცალკე ისტორიაა, რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ. გარდა ამისა, 15 მკვლელობის დროდ უპასუხოდ აღარ ტოვებდა კითხვას, თუ როგორც ზაკუტოვი აქამდე ამბობდა, მკვლელობა 19-ში მოხდა, მას სად იყვნენ 15-ში გაუჩინარებული ახალგაზრდები 19-მდე. მკვლელობის იარაღი. კოჯორში ახალგაზრდების ცხედრების აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ სამხედრო ნაწილში დაიწყეს მკვლელობის იარაღის ძებნა. მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი გილზები და ტყვიები არც ერთ იარაღს არ დაემთხვა. მაშინ სამართალდამცავები მხოლოდ ბაზაში აღრიცხულ იარაღს ეძებდნენ. ვერავინ იფიქრებდა, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შესაძლოა აღურიცხავი იარაღიც ყოფილიყო. თუმცა გამოძიების მასალების მიხედვით, კერძოდ თავად ზაკუტოვის, აგრეთვე სხვა ჯარისკაცების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იყო რაღაც სხვა იარაღიც, რომლის შესახებ ყველა მიცოდა. ერთ დღეს ბაზიდან ეს იარაღი დაიკარგა და დაკარგულ იარაღს ლამის მთელი ბაზა ეძებდა. ზაკუტოვი ჩვენებაში ამბობს, რომ ეს იარაღი ჩხვიმიანს ჰქონდა ბაზაში ფარულად შენახული და ამ იარაღით მან ჯერ სახლი გაძარცვა, ბოლოს კი მოკლა ტყეში შეხვედრილი ახალგაზრდები. შემდეგ ეს იარაღი მან, ზაკუტოვმა, ჩუმად აიღო, სახლში წაიღო და დამალა. დამალული იარაღი ალექსანდრეს დედამ იპოვა და ნაწილში დააბრუნა, თითქოს ჩხვიმიანისთვის გადასაცემად. საქმეში სხვა არც ერთი ჩვენებიდან არ ჩანს, რომ ეს ჩხვიმიანის იარაღი იყო. ჩვენებებიდან ჩანს მხოლოდ ის, რომ ბაზაში იარაღის დაკარგვის გამო დიდი ამბავი და შეხლა-შემოხლა დაიწყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს იარაღი მხოლოდ ჩხვიმიანის საიდუმლო ვერ იქნებოდა. ასე რომ ყოფილიყო, მის დაკარგვას ასეთი ხმაური არ მოჰყვებოდა და მის ძებნაში თავად სამხედრო ნაწილის მეთაურები არ ჩაერთვებოდნენ. არაკანონიერი იარაღის ბაზაში არსებობის შესახებ მეთაურების ჩათვლით ყველა მიცოდა. სერჟანტ თამაზ პაპაშვილის ჩვენებიდან შემოვიდა ასეულის მეთაური A.T. გვითხრა რომ დაიკარგა იარაღი. ზაკუტოვს ვკითხეთ, ვცემეთ და აღიარა, გავუშვით მოსატანად, იმ დღეს არ დაბრუნდა. დილით მეთაურს მოვახსენეთ, ზაკუტოვს წაუღია იარაღიო. რუსლან კოჩლაევის ჩვენებიდან 2004 წლის ნოემბერში ნაწილში გავარდა ხმა, რომ დაიკარგა ავტომატი. მეორე დღეს ზაკუტოვმა მითხრა, დავხმარებოდი ახსნა განმარტების დაწერაში, თუ როგორ წაიღო ნაწილის ტერიტორიიდან იარაღი და როგორ დააბრუნა. ეს იარაღი მან ავტოფარეხში ერთ-ერთი მანქანის ძარაზე იპოვა. ახსნა განმარტება შევუტანეთ მეთაურს, რომელმაც გვითხრა, დატოვეთ და წავიკითხავო. ასეულის მეთაურმა A.T.-მ უარყო, რომ რამე იცოდა იარაღის დაკარგვის შესახებ. მან გამოძიებასთან ისიც უარყო, რომ ზაკუტოვის ახსნა განმარტება ჰქონდა ნანახი. თუმცა ალექსანდრე ზაკუტოვის დედამ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ მან როდესაც მისი შვილის მიერ სახლში მიტანილი იარაღი იპოვა, ნაწილში დააბრუნა სწორედ მეთაურისთვის გადასაცემად. იარაღი მითხრა, რომ თვითონ ის არისო, ჩემი მეთაური ვინც არისო, ისო მატანსო და რო შემეპარა რა ამას იარაღი, რა თუნდა მეთქი ამას იარაღი. ხო და მე ისაქნა. ერთხელ რო წავიდა,
რატო უშვებს მეთქი ეს ხშირად ეს ისა ტუღუში იყო მაგათი ასმე თავი რატო უშვებს მეთქი ესე იმათა და რო წავიდა დილით ავდექი ჩუმად იქ ქვემოთ გომური გვაქვს და იქ ძროხას რო უყრიდი თივას იქ ვნახე იარაღი გამისკდა გული მოვკიდი ამ იარაღს ხელი და წავედი ფეხით ასეთ ყეტყე გადავედი და მიუტანე თვითონ მეთაურს არც იცოდით და არც ვიცი ჩხუმიანი ვინ იყო რა იყო მე მაშინ რა ვიცოდი მე ჩხუმიანი ვინ იყო მე ისავქენი მე გამოშტია ჩხუმიანი თორე თავიდან რა ვიცოდი ვის გადასცეს ზაკუტოვის დედის მიერ მიტანილი იარაღი? როდის? ვისი იყო ეს იარაღი? როგორ მოხდა უკანონო იარაღი სამხედრო ნაწილში? ამ ერთი იარაღის გარდა კიდევ ხომ არ იყო სხვა შავი იარაღი ბაზაში და რამდენი? ვისი მფარველობით და რა მიზნით იყო შეტანილი იარაღი სამხედრო შენაერთში? საქმის გაცნობისას ლოგიკურად ჩნდება ეს კითხვები, თუმცა გამოძიებას ამის შესახებ არაფერი გაურკვევია. არადა შესაძლოა სწორედ ამ კითხვებზე პასუხს გაეყვანა ძიება უფრო სერიოზულ კვალზე. მით უფრო, რომ ამ იარაღის ისტორიის სათავედ თავად მოწმეები ასახელებენ კონკრეტულ კრიმინალურ ჯგუფს, რომლის წევრები კოდორის ხეობიდან არიან, საიდანაც იმ წლებში იარაღის უკანონო მიმოქცევასთან დაკავშირებული არაერთი ინფორმაცია შემოდიოდა. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომლებსაც ჩვენ მივმართეთ, არსებითად მიიჩნიეს კიდევ ერთი გარემოება. გამოძიებას დანაშაულის იარაღი არ აქვს ნაპოვნი. ექსპერტთა თქმით, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია იმის თქმა, რომ ძარცვა და მკვლელობა სწორედ იმ იარაღით მოხდა, რომელზეც მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობა მიმდინარეობს. მხოლოდ ერთი მოწმე საუბრობს, მაგრამ გამოძიება დანაშაულთან მის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს. ორი ეპიზოდთან გვაქვს საქმე, ხო? პირველ ეპიზოდთან გასროლილია რამოდენიმე მასრა და მეორე შემთხვევაშია, სადაც კიდე რამოდენიმე საკვლელობის ფაქტია დაფიქსირებული, იქაც ამოღებულია მასრები და ტყვიები. როგორც ჩანს, იდენტიფიცირება მოხდა ორივე შემთხვევის და დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში გასროლები მომხდარია ერთი ეგზემპლიარ იარაღში. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე იარაღიდან არის ორივე შემთხვევაში მომხდარი გასროლები. მაგრამ კონკრეტულად ის, რომ მიმული იყოს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებასთან, საჭირო აღმოჩენილი ყოფილიყო იარაღი და დადგენილიყო კონკრეტულ რომელი იარაღში იყო გასროლილი. მარტო დაუდგენელი იარაღით თუ არ არის სხვა ნიშნები, სხვა მტკიცებულებები თუ არ არის საქმეში, კონკრეტულად რომელიმე პიროვნებაზე ეს დანაშაულის პირმა არ მომაჩნია სწორად. დანაშაულის ნივთმტკიცება არ არსებობს. ის გაქრა. ძიების საქმეში ისიც კი არ ჩანს, რომ იარაღის საძებნელად რამე ღონის ძიება გატარდა. დაკითხვებშიც კი არსად არის შეკითხვა სამხედრო ნაწილის პასუხისმგებელი პირების მიმართ. სად წავიდა ბაზიდან გატანილი და შემდეგ უკან დაბრუნებული იარაღი, რომლის შესახებ ყველა მიცოდა და რომლითაც მოწმის ჩვენებით მკვლელობა მოხდა. საქმეში ჩვენებების უმეტესობა ურთიერთსაწინააღმდეგოა. ერთი და იმავე პირის ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და სხვების ჩვენებებს. გამომძიებელი კი არ სვამს კითხვას, რატომ არის ასეთი ურთიერთგამომრიცხავი მოწმეთა ჩვენებები. მაგალითად, ასეულის მეთაური ამბობს, რომ არაფერი იცის დაკარგული იარაღის შესახებ. სერჟანტი ამბობს, რომ სწორედ ასეულის მეთაურისგან გაიგო იარაღის დაკარგვის ამბავი. ზაკუტოვის დედა ამბობს, რომ იარაღის დაკარგვის შემდეგ ჯარისკაცებისგან შევიწროებული შვილი თავად მიუყვანა მეთაურს თხოვნით, რომ სადმე სხვა ნაწილში გადაეყვანა. მეთაური ამბობს, რომ დედა თვალით არ ჰყავს ნანახი და ალექსანდრეს მამასთან ჰქონდა ამ საკითხზე საუბარი. თავად ალექსანდრე ზაკუტოვი ამბობს, რომ იარაღის დაკარგვის თაობაზე ახსნა განმარტება დაწერა ას მეთაურის კარნახით. ეგრეთ წოდებული პისარი ამბობს, რომ ზაკუტოვს ახსნა განმარტებას თავად კარნახობდა და არა ას მეთაური. ას მეთაური კი საერთოდ უარყოფს ახსნა განმარტების პატაკის, საერთოდ ზაკუტოვთან და პისართან ამ საქმეზე ურთიერთობის ამბავს. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია 6 ტომიან საქმეში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა და გარემოებებისა. არ არის შესწავლილი შემთხვევის ადგილიდან, აგრეთვე გარდაცვლილთა ტანისამოსიდან აღებული მასალა იმის დასამტკიცებლად, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ნამდვილად ჰქონდა შეხება მათთან. ამდენი წინააღმდეგობა და გაურკვეველი დეტალია საქმეში, რომელსაც ორი ახალგაზრდის მკვლელობის გარემოებების გარკვევისა და უმძიმესი დანაშაულის გახსნის ვალდებულება ჰქონდა. მასალებში არ ჩანს და ძალიან სუსტად არის, ძალიან არაკვალიფიციურად არის დათვალიერებული შემთხვევის ადგილი, ფაქტიურად არ არის.
და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულიყო თავის დროზე, რომ ყოფილიყო მეტი მტკიცებულება ამა თუ იმ პიროვნების გასაიგივებლად. კონკრეტულად ის დანაშაული, რომ ერთი და იგივე იარაღით არის ჩადენილი, ეს ნიშნავს ერთ-ერთი იარაღით არის, მაგრამ მისეჭირა ეს იარაღი და ვის მიერ არის ჩადენილი, ეს უკვე სხვა საკითხია. მთელი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულიყო და დადგენილიყო იქ საიდან მოხდა ამოღება ამ მასრების რა მანძილიდან იყო იქ მეორე შემთხვევას გულისხმობ მე. იქ ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, რაც მასალებიდან ჩანს და რაც თქვენგან ვიცი, ეს არის ტანსაცმელი, რაღაც მობილური ტელეფონი და 1000 სხვადასხვა მოქმედებები ჩატარებული იყო, რაც მე ფაქტიურად ვერ ნახე მასალებში. დაკარგულები. რუსუდან ფირცხალავა და თემურ ბეჟუაშვილი უკანასკნელად რუსიკოს მეგობარმა VG 2004 წლის 15 ნოემბერს დღის 16 საათზე ნახა თბილისში. VG-ს ჩვენებიდან. რუსუდანი და თემური ვნახე 2004 წლის 15 ნოემბერს დაახლოებით 15-16 საათზე რუსუდანის მანქანით იყვნენ. თემური გადასული იყო მანქანიდან. ისინი ლომბარდში აბარებდნენ მობილურ ტელეფონს. ვაკეში მინდოდა გასვლა. ჩაბუჯექი ავტომანქანაში. ჩავიდნენ სანაპიროზე და ჩაასხეს ბენზინი. არ ვიცი სად მიდიოდნენ. არ მიკითხავს, მაგრამ ძალიან ეჩქარებოდათ. გამიყვანეს ვაკეში. შევედი მაღაზია ბაბილონში შარვლის საყიდლად. ვთხოვე რუსიკოს შემომყოლოდა. ფული დამაკლდა. მან მითხრა გასესხებო. გამიკვირდა, რადგან ფული არ ქონდა და ამიტომ მობილური ჩააბარეს. მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს. არ დამინახავს, რა მიმართულებით წავიდა. გამოძიებამ მკვლელობის დრო 2004 წლის 15 ნოემბრის 18 საათი მიიჩნია, რადგან ამ დროს ასახელებს მთავარი მოწვე მკვლელობის დროდ. კრიმინალისტებმა გამოძიება გაიყვანეს ვერსიაზე, რომ ტყეში შესულ შეყვარებულებს მკვლელი სასიყვარულო ურთიერთობის მომენტში გადაეყარა. ეს დასკვნა დაეფუძნა მათ ჩაცმულობას და სხვა პიკანტურ დეტალებს, რომლებიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშია. თუმცა არის ერთი სერიოზული წინააღმდეგობა, რომელიც ეჭქვეშ აყენებს როგორც მკვლელობის დროს და ადგილს, ასევე იმ მიზანს, რის გამოც გამოძიების ვერსიით ახალგაზრდები კოჯრის ტყეში აღმოჩნდნენ 15 ნოემბრის საღამოს 6 საათზე. საქმე ის არის, რომ რუსუდან ფირცხალავას 4 წლის შვილი ჰყავდა გამოსაყვანი ბაღიდან. როგორც რუსუდანის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რუსუდანი როგორც მზრუნველი და ყურადღებიანი დედა არასდროს აგვიანებდა შვილის ბაღიდან გამოყვანას. ხოლო თუ თავად ვერ გამოჰყავდა, ან ყოფილ მეუღლეს თხოვდა დახმარებას, ან ოჯახის წევრებს. იმ დღეს ასეთი რამ არ მომხდარა. ანუ ბავშვი ბაღიდან წესით დროულად უნდა გამოეყვანა რუსუდანს. 16 საათზე რუსუდანი ჯერ კიდევ თბილისში იყო. კოჯორში ასვლას კი დღესაც ახალი და რესტავრირებული გზით დაახლოებით 50 წუთი სჭირდება, რაც ჩვენმა გადაბღებმა ჯგუფმა ზუსტად გაზომა ჭავჭავაძის ქუჩიდან, სადაც მეგობარს დაშორდა რუსუდანი კოჯრის ტყემდე, ზუსტად იმ ადგილამდე, სადაც გამოძიების ვერსიით მკვლელობა მოხდა. თუ მხოლოდ კოჯორში ასვლას და ჩამოსვლას დასჭირდებოდა დაახლოებით საათი და 40 წუთი, ადგილზე გაჩერებასაც რაღაც დრო, მას როგორღა მოასწრებდა რუსუდანიშვილის გამოყვანას ბაღიდან და საერთოდ რა ლოგიკით წავიდოდნენ შეყვარებულები ნოემბრის საღამოს რამდენიმე წუთის გასატარებლად კოჯრის ტყეში, სადაც ზაფხულშიც კი ცივა დღის ამ მონაკვეთში. როგორც ჩანს, ვერსიის აგება ასეთ აბსურდულ ლოგიკაზე გამოძიებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. საგამოძიებო საქმეში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება მიიჩქმალა. თექვსმეტი ნოემბერი, უცნაური შეხვედრა. უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს რუსუდანის ორი მეგობრის ჩვენება. ყველასთვის მოულოდნელად მათ განაცხადეს, რომ რუსუდანი თბილისში 16 ნოემბერს, ანუ მაშინ ნახეს, როცა გამოძიების ვერსიით ის უკვე გარდაცვლილი იყო. რუსუდანის კლასელი და მეგობარი ლევან მ. 2004 წლის 16 ნოემბერს სამსახურებრივ საქმეზე ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისში მარჯანიშვილის ქუჩაზე. მივდიოდი ყოფილი მარჯანიშვილის უნივერმაღის მხრიდან მეტროსკენ. დაახლოებით 14-დან 15 საათამდე დროის შუალედი იქნებოდა. ხელმარჯვნივ დავინახე, ეყენა რუსუდან ფირცხალავას ავტომანქანა. უბრალოდ დავინახე ფირცხალავა. იგი იდგა ვიღაც ორ პიროვნებასთან ერთად თავის ავტომანქანასთან. მანქანა ეყენა კოდაკის მაღაზიასა და ეზოში შესასვლელ კარებს შორის. ერთი პიროვნება იყო მაღალი და გამხდარი, მეორე იყო დაბალი და ჩაფსკვნილი. რუსიკოს პანაშვიდებზე ვნახე ერთი გოგონა, მილიცა ხ, რომელსაც ასევე ნანახი ჰყავდა რუსიკო 16 ნოემბერს.
მილიცა ხს ჩვენება საქმეში არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ საქმეში დევს რუსიკო ფირცხალავას და ხოშტარიას საერთო მეგობრის ანა ტილს ჩვენება, რომელშიც ისყვება, რომ იმ დღეს 16 ნოემბერს ის, მილიცა და კიდევ ერთი მეგობარი ყავის სახლში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. მილიცა სხვებზე ადრე მივიდა და მეგობრებს ელოდებოდა. სწორედ ამ დროს დაინახა მან რუსუდანი, რის შესახებაც მოგვიანებით მეგობრებსაც უამბო. ეს დღე რომ ნამდვილად 16 ნოემბერი იყო, ანა ტილს ზუსტად ახსოვს, რადგან წინა დღეს, ანუ 15 ნოემბერს, მისი მეგობარი ჩამოფრინდა მოსკოვიდან, ხოლო მილიცას ყავის სახლში მეორე დღეს შეხვდა. ანა ტილ გამორიცხავს, რომ შეიძლება დღე არ ეოდა. რატომ არ დევს თავად მილიცა ხს ჩვენება საქმეში? ამის თაობაზე უფროსი გამომძიებელი ალექსანდრე მგელაძე სამჯერ ადგენს ოქმს ერთი და იმავე შინაარსით. ის წერს, რომ მილიცა ხს ტელეფონით ვერ უკავშირდება და ვერ ახერხებს მის მოწმედ დაკითხვას. ჩვენ დავუკავშირდით მილიცას, რომელმაც მოულოდნელი რამ გითხრა, რომ მას გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული აქვს. ზუსტად ახსოვს, რომ გამომძიებელი მასთან სამსახურში იყო მისული და იწერდა მილიცას საუბარს. ზუსტად ახსოვს დღესაც, 19 წლის შემდეგ, რომ მაშინ გამომძიებელთან საუბრისას იმ დროს ასახელებდა რუსუდანის დანახვის დროდ, რომელიც გამომძიებელს აეჭვებდა და უხერხულობას უქმნიდა. სად წავიდა ეს ჩვენება? რატომ არ არის ის საქმეში? მე ჩემ მეგობრებს ველოდებოდი ახლა როგორც მახსოვს მაშინ როცა ზუსტად რუსუდანი ნახე თქვი რომ ესე მომეჩვენა რა თქო თვალი ამარიდა თქო ცალსახად მახსოვს რომ ჩემთან სამსახურში იყო ერთხელ მოსული ვიღაცა პიროვნება ვიღაცა საგამომძიებო უწყებიდან იყო ახლა მე ვამტკიცებდი თარიღს რომელიც იყო უფრო გვიან ასე თქვა მისი გაუჩინარების შემდგომ თარიღს ვასახელებდი ახლა აღარ მახსოვს სამწუხაროდ ახლა ამ წელი გავიდა და თარიღი იყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მაგით იყო დაინტერესებული რომ რანაირად შეიძლება ან რამდენად დარწმუნებული ვიყავი რომ ნამდვილად ეს ადამიანი იყო იმიტომ რომ როგორც ხვდებოდი მე თვითონ დიალოგიდან არ შეესაბამებოდა იმ მომენტში არსებულ რაღაც მოვლენებს. კვლელობის დრო, ახალი გარემოება. ჯერ კიდევ 2004 წელს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტმა მიხეილ მჟავანაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდები აღმოჩენის დღემდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე არიან გარდაცვლილები. ანუ 22 ნოემბრამდე 3 დღით ადრე, რაც ნიშნავს, რომ კვლელობა 19 ნოემბერს უნდა მომხდარიყო. როგორც ზაკუტოვი თავის პირველ სამჩვენებაში ამბობდა, საგამოძიებო საქმეში არსებულ ექსპერტიზაში მკვლელობის დრო საერთოდ არ არის განსაზღვრული, რაც სპეციალისტების თქმით სრულიად დაუშვებელია, თუ არ არის დასახელებული ობიექტური მიზეზები, რის გამოც ვერ განისაზღვრა დრო. ექსპერტიზის მთავარი მოვალეობაა განსაზღვროს, როდის არის გარდაცვლილი და რით არის გარდაცვლილი ადამიანი. გამოძიებას აქვს დასმული კითხვა გარდაცვალების თარიღის შესახებ, დადგენის შესახებ, მაგრამ დასკვნაში ასეთი თარიღი მითითებული არ არის. ანუ ექსპერტმა არ მიუთითა, არ უპასუხა კითხვას, როდის დადგა სიკვდილი. საქმე იმაშია, რომ შეიძლება ექსპერტმა გარკვეული ობიექტურ გარემოებების არსებობისას ვერ დაადგინოს გარდაცვალების თარიღი, ამ თქვას, რომ ხსნის პროცესი არის იმდენად ღრმად შესული, რომ მე არ შემიძლია დავადგინო თარიღი. ამას არ წერს ექსპერტი. უბრალოდ არ არის პასუხი. კვლელობიდან 19 წლის შემდეგ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა ჩაატარა სასამართლო სამედიცინო საქმის მასალების ექსპერტიზა. ნიკოლაიშვილმა ეჭქვეშ დააყენა გამოძიების მიერ მკვლელობის დღედ მიჩნეული დრო 15 ნოემბერი და დაასკვნა იგივე, რაც 2004 წელს მედიასთან საუბარში განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა, რომ ახალგაზრდების მკვლელობა შეუძლებელია მომხდარიყო 19 ნოემბერზე ადრე. როგორც მაია ნიკოლაიშვილი წერს, ასეთი დასკვნის საფუძველი მისცა ცხედრების მდგომარეობის შეფასებამ. მაღალ ტემპერატურაზე, როგორც წესი, იწყება გარდაცვლილი სხეულის ორგანული ცვლილებები. მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, რომელიც საქმეშია, იმ დღეებში კოჯორში დაბალი ტემპერატურები არ ფიქსირდება. ცხედრები კი შენარჩუნებული იყო ამ ტემპერატურასთან შეუსაბამოდ. საკმაოდ დაუზიანებლები იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვამური პროცესები ნაკლებად იყო გამოხატული, ამ თვალსაზრისით ვამბობ. დიახ. და ის ხანგრძლივობა რა დროითაც უნდა ყოფილიყვნენ წესით, როცა დაიკარგნენ სახლიდან და ამდენი ხანი მათი ყოფნა
შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ტემპერატურები არის მხოლოდ ერთხელ არის იმ პერიოდში -1 ღამე, ისიც რამდენიმე საათით და დღისით 15 გრადუსი პლუსები არის ტემპერატურები. აქ საკმაოდ ნაკლებად იყო გამოხატული ეს ცვლილებები და ამ დროს ტემპერატურები მაღალი ტემპერატურები იყო და ისინი საკმაოდ შენახულები იყვნენ, ასე ვთქვათ, ლპობით პროცესებს გულისხმობ, თორე დაზიანებები კი ბატონო დაზიანებები იყო. ექსპერტმა დაადგინა ისიც, რომ სხეულებზე მიყენებულ ისეთ სერიოზულ ცეცხლ-ნასროლ ჭრილობებს, როგორიც აღენიშნებოდათ ახალგაზრდებს, უნდა გამოეწვიათ ძლიერი სისხლდენა, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არ აღმოჩნდა. სისხლი არ არის გარდაცვლილთა ტანსაცმელზეც, რაც საეჭვოს ხდის იმას, ნამდვილად ამ ადგილზე მოხდა თუ არა მკვლელობა. გარდა ამისა, ექსპერტს უცნაურად მიაჩნია ისიც, რომ ერთსა და იმავე ადგილას აღმოჩენილ ცხედრებზე, რომლებიც ტყეში იყო მიტოვებული, გარეზე მოქმედების სხვადასხვანაირი კვალია. როდესაც ვიღებთ ერთად კომპლექსში, რომ დაზიანებულია სისხლი არ არის. ანუ შემთხვევის ადგილი არის კისროლა აქ ნაწარმოები, სადაც სისხლს ვერ ვხედავთ იმდენს, რამდენიც აქ უნდა იყოს. იცით რა არის, ფოთლებზე სადღაც რჩება, ტანსაცმელზე რაოდენობას ვამბობ, არა, ტანსაცმელზე. ეს ყველაფერი რა არის, აქ ყველაფერი კომპლექსში არის. მარტო ერთ-ერთი რომელიმე კომპონენტით ვერაფერს ვერ იტყვი. თქვა ტემპერატურები, მათი აღმოჩენის ადგილი, გარემო პირობები, მერე სროლის ტრაექტორიები, თუ რანაირად არის ნასროლი, რა ტიპის სროლებია განვითარებული, მერე მანქანა რომ იქ არის, რატო არის ვთქვათ გადაგორებული, აი ეს ყველაფერი ერთად არის, ერთად იკვრება ეს ყველაფერი და ხანდაზმულობაც ბუნებრივია, რომ ამდენი ხანი შეიძლებოდა აქ ამ კონკრეტულ ადგილას ყოფილიყო ეს ორი სხეული და ესე ახალი შენახულივით, აი ახალივით იყოს. შეიძლებოდა ესა? აი ზუსტად აქაც იყო, რომ არა, ამ ტემპერატურებზე არა. ფაქტია, რომ მომხდარი ტრაგედიიდან 19 წლის შემდეგ ექსპერტიზამ აღმოაჩინა საქმის ახალი გარემოებები, რომლებიც მსჯავრდებულის ოჯახმა სასამართლოს წარუდგინა იმ იმედით, რომ საქმე ძიებაში დაბრუნდებოდა. პასუხგაუცემელ კითხვებსაც გაეცემოდა პასუხი და ძველ ძიებაში მიჩქმალური გარემოებებიც ახალ ძიებაში გათვალისწინებული იქნებოდა. ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელმაც უარი თქვა მიწოდებული ფაქტების ახალ გარემოებად ცნობაზე, იმ მოტივით, რომ მხარეს მაშინაც შეეძლო ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება და ამ გარემოებების აღმოჩენა. იგივე უპასუხა ჩხვიმიანის მხარეს უზენაესმა სასამართლომ. მაგრამ როგორ შეეძლოთ ამის გაკეთება მაშინ, როდესაც არაერთი საქმე ადასტურებს, რომ ბრალდებულებს ყოველგვარი გზა ჰქონდათ მოჭრილი საკუთარი პოზიციების დასაცავად. ამაზე სასამართლოს ოფიციალურ პასუხში არაფერი წერია. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაზეც მოგახსენეთ, ამ გარემოებებზე დაყრდნობით და კიდევ უამრავი სხვა წვრილმანი, მაგრამ ძირითადი მაინც იყო ეს, ანუ როდესაც გარდაცვალების თარიღი, როდესაც საქმე იხილებოდა 2005-2006 წლებში, დაცვის მხარეს შეეძლო თვითონ დაენიშნა ექსპერტიზა და ის მასალები, რაც ახლა დანიშნა ექსპერტიზა საქმეში ისედაც იყო, ამიტომ კეთილი გენება და დაგენიშნათ მაშინ ექსპერტიზა და მიიღებდით ალბათ ამ დასვლას. აქ ახალი არაფერიც არ არისო. აი ეს არის და ეს. როცა წერდით საჩივრებს, რომ დაგვეხმარეთო, ყოველთვის პასუხში წერია, რომ ახალი გარემოებების შემთხვევაში გვაქვს გადახედვის საშუალება. ახალი გარემოება წინ დამიდო ნიკოლაიშვილმა და როგორ ვიფიქრებდი, რომ ეს ამხელა უძლური იქნებოდა. ალიბი. კოჯრის მკვლელობის საქმეში მთავარ გაურკვევლობას მაინც ქმნის მსჯავრდებულის ალიბი. საქმე ის არის, რომ იმ დროს, რა დროსაც გამოძიების ვერსიით, კოჯრის ტყეში მკვლელობა ხდებოდა, ნიაზ ჩხვიმიანი და სხვა ჯარისკაცები სპეცდანიშნულების სკოლისთვის მოსამზადებელ მკაცრ კარანტინში იყვნენ და არათუ შენაერთის სწავლების ტერიტორიიდან გასვლაც კი აკრძალული ჰქონდათ. მათი უმეტესობა იყო კომანდოს ბატალიონის კურსგავლილი ჯარისკაცი. ისინი ამ პერიოდში კარანტინს გადიოდნენ, რათა გამოვლენილი უნარების მიხედვით გამხდარიყვნენ სპეცდანიშნულების შენაერთის წევრები. ჩვენ გავეცანით ამ რანგის ჯარისკაცებისთვის დაწესებული კარანტინის განაწესს. ვესაუბრეთ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩხვიმიანთან ერთად გადიოდნენ კარანტინს.
ეს ჯარისკაცები ჩხვიმიანის სასამართლო პროცესის დროს ითხოვდნენ დაკითხვაზე დაშვებას, რადგან პროკურატურამ ძიების პროცესში მათ დაკითხვაზე ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე თქვა უარი. ჩხვიმიანის ადვოკატი წერდა შუამდგომლობებს ჯარისკაცების დაკითხვის მოთხოვნით, მაგრამ პროკურატურა არ აკმაყოფილებდა მის თხოვნას. დარჩათ მხოლოდ სასამართლოს იმედი. ჯარისკაცები მიდიოდნენ ყველა პროცესზე და ოფიციალურად ითხოვდნენ დაეკითხა მოსამართლეს. მოსამართლემ ბოლოს და ბოლოს დაუშვა მხოლოდ რამდენიმე მათგანის დაკითხვა. ჯარისკაცებმა პროცესზე თქვეს ორი მნიშვნელოვანი რამ, რომ კარანტინის დროს მათი გარეთ გასვლა მეთაურის სპეციალური და საგანგებო ნებართვის გარეშე გამორიცხული იყო. და მეორე, რომ გამოძიების მიერ მკვლელობის დღედ მიჩნეულ დღეს, 15 ნოემბერს, ჩხვიმიანი ყოველ წუთს ყოველი მათგანის თვალწინ იყო. სასამართლოს იგივე უთხრეს ინსტრუქტორებმა, ჩხვიმიანის უშუალო მეთვალყურეებმა. ინსტრუქტორებმა და ადვოკატმა პროცესზე წარმოადგინეს კურსანტების აღრიცხვის ჟურნალიც, რომელშიც ჩხვიმიანს 10 დღიანი კარანტინის არც ერთ დღეს და მათ შორის არც 15 ნოემბერს არ ყოფნა არ უფიქსირდება. სასამართლომ ეს ჩვენებები არ მიიღო მხედველობაში და არც წარმოდგენილი ჟურნალის ჩანაწერი ცნობმტკიცებულებად. არც ის აუხსნია ვინმეს, თუ კი მიიჩნიეს, რომ ეს ჩვენებები და დოკუმენტი გაყალბებული იყო, რატომ არ მოეთხოვათ პასუხი ჩვენებებისა და დოკუმენტის გამყალბებლებს. დილის ადგომიდან საღამოს დაწოლამდე თითეული წუთი და წამი არის გათვლილი, რაც არის ყველა ეს სამხედრო მოსამსახურე ინსტრუქტორის დაქვემდებარების ქვეშ. ანუ თქვენს თვალწინ. დიახ, ჩვენ თვალწინ ასე რომ ვთქვა. თქვენ იყავით მე ვიყავი ინსტრუქტორი მაშინ. და ხედავდით 15-ში ნიაზი ნამდვილად გასოთ, რომ კი, ნამდვილად ბაზის ტერიტორიაზე იყო. ჭამის დროსაც გამოვყავართ ინსტრუქტორს, მაგ კარანტინის დროს გვითვლის რამდენიც უნდა ვიყოთ, დაგვითვლის და მივყავართ სასადილოში. მივდივართ იქ ყველა ერთად ჭამთ, ისევ ინსტრუქტორი იქ გვადგია და გავყავართ ისევ საკლასო ოთახში, სადაც მეცადინეობ, თეორიულ მეცადინეობას გავდივართ. ინსტრუქტორ პატარაიას ჩვენებიდან 2004 წლის ნოემბერში სამხედრო ნაწილის სკოლაში ინსტრუქტორად ვმუშაობდი. კარანტინის დროს ნიაზ ჩხვიმიანი დღე ან ღამე არ გასულა გარეთ. ღამით პუნქტი იკეტებოდა. მე ვამოწმებდი, ეძინა თუ არა ყველას. შენობას მედღევეები აკონტროლებდნენ. ჩხვიმიანის ალიბი სასამართლომ ვერაფრით გააბათილა. ის უბრალოდ არ მიიღო მხედველობაში. არ გაითვალისწინა, მიჩქმავა. ეს კი საქმეში არსებულ ბევრ სხვა მნიშვნელოვან წინააღმდეგობასთან ერთად ეჭვს პადებს, რომ საქმის სამართლიანი გამოძიების ნება პროკურატურას და სასამართლოს არ ჰქონდათ. ერთი შეხედვით თითქოს ძნელად დასაჯერებელია, რომ ერთ კერძო საქმესთან მიმართებაში არსებულიყო სისტემის ინტერესი. მაგრამ ფაქტია, რომ არ არის დადგენილი, სინამდვილეში რა შეიძლება იმალებოდეს სამხედრო ბაზის სიახლოვეს მომხდარ იდუმალ მკვლელობაში. გამომძიებელი რეპორტიორი დაუკავშირდა რუსუდან ფირცხალავას და თემურ ბეჟუაშვილის ოჯახებს, რომლებმაც თქვეს, რომ არ სურთ მათთვის უმძიმეს თემაზე საუბარი. რაც შეეხება მსჯავრდებულ ჩხვიმიანს, ჩვენ შევხვდით მის ოჯახს დმანისში. ვესაუბრეთ დედას, რომელმაც გვითხრა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთი დღეც არ შეუწყვეტია ბრძოლა შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, რადგან ღრმად არის დარწმუნებული ამაში. კრიტში იჯდა მაშინ და შევედი უვადო რომ გამოუტანეს და ჩოქებზე დაუდექე ჩემ შვილს და შვილო თუ რამე იცი ჩაგიდენია უკაცრავად ამის გაფიქრებაც არ მქონი მითხარი შენ თუ არ იძახე მე ვიტყვი როგორც დედა და უნდა ამღუპავ ერთი ბიჭი მყავს და ნუ მომიწყვეტ ოჯახს თქვა თქვი და მე ვიტყვი შენს მაგევრად დედა მე როგორც უსამართლო ჩემს ბედზე ითამაშეს, ასე მე არავის ბედზე ვერ ვითამაშ. ჭორის დონეზე თუ რამე გამიგია იქ იმ მკვლელობის, თელ 700 სპეცნაზელმა გაიგო და მე იმ ჭორის დონეზე მეთით არავის არ დავადო, რომაც მოუკვდე. პატიმარ ნიაზ ჩხვიმიანთან შეხვედრის ნებართვა მიღებული გვქონდა და უკვე თითქმის ჩასულები ვიყავით დაბალაითურში, როდესაც პენიტენციური სამსახურიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე რატომღაც უარი გვეთქვა. ჩვენ არ ვიცით, რას გვეთყოდა პირისპირ შეხვედრაზე უვადო პატიმარი ჩხვიმიანი. სატელეფონო საუბარში კი მან გვიამბო, როგორი ზეწოლა გამოიარა პატიმრობის პირველ წლებში, რად დაუჭდა გაძლება და ის, რომ არ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მისი თქმით, მას არ ჩაუდენია.
როგორი მოლოდინი ჰქონდა, რომ სისტემის შეცვლის შემდეგ მაინც გადახედავდნენ მის საქმეს და ვიღაც მაინც ამოიღებდა ხმას იმაზე, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა, უვადო პატიმრობა მის საქმეში არც ერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. პატიმართან სატელეფონო საუბარი ხარვეზებით ჩაიწერა. გვესმის, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან საუბრის კონტროლი აუცილებელია. ალბათ ამიტომ ციხის კედლებიდან მათი ხმაც თავისუფლად ვერ აღწევს ჩვენამდე. რისთვისაც მე ვზივარე გარის ჩემთვის სამარცხვინო, შევრაც მყოფელია ეს ჩემთვის. უბრალოდ ის კი არ არის, რომ მკვლელობისთვის ზიხარ ადამიანი, ეს არის შევრაც მყოფელი ჩემთვის. ადამიანები, ქართველი ადამიანები, სამოქალაქო პირები მოვკალი, სამხედრომ, რომელმაც სამოქალაქო პირების დასაცავად ფორმა ჩავიცვი, იმან მოვკალი ქართველები, სამოქალაქო პირები, უდანაშაულო ადამიანები. აი ეს არის ჩემთვის სამარცხვინო. ის კი არა, რომ უბრალოდ უდანაშაულოდ მოგექცნენ. იმას გააჩნია, რისთვის გისჯიან სასჯელს.